კახეთში კიდევ ერთი ისტორიული სოფლის რეაბილიტაცია იწყება. პროექტი ავთენტურობის სრული დაცვით ჩატარდება. სიღნაღის მუნიციპალიტეტი სოფელ ქვემო მაჩხანში ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისთვის ტენდერი უკვე გამოცხადდა. სამუშაოები მოიცავს შენობა დაგებობების, მათ შორის ღობეების, ფასადებისა და სახურავების რესტავრაცია, რეაბილიტაციას, დაზიანებული საგზაო ქსელის აღდგენას, სანიაღვრე სისტემების მოწყობას, საზოგადოებრივი სივრცეებისა და სკვერების კეთილმოწყობას. რეაბილიტაცია ჩაუტარდება ასევე სახალხო თეატრის შენობას. ქვემო მაჩხაანი სიღნაღის მუნიციპალიტეტის ისტორიული სოფელია, რომელიც ძველი განაშენიანებითა და მე-19 საუკუნისთვის დამახასიათებელი არქიტექტურით გამოირჩევა. ვიყოფებით სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო მაჩხანში, რომელიც გამოირჩევა თავის უნიკალური არქიტექტურით, შენობა ნაგებობით და განსაკუთრებულად დიდი ისტორიული წარსულით. მუნიციპალურ განვითარების ფონდმა გამოაცხადა მოცულობითი სამშენებლო ტენდერი და ამ ტენდერის ფარგლებში ჩვენ სრულად მოვახდეთ შენობების რეაბილიტაციას, როგორც ფასადების, სახურავების, ასევე სადაც საჭიროება იქნება ჩავერევით კონსტრუქციულ ნაწილში და მოხდება შენობების გამაგრება. ასევე მოწესრიგდება საზოგადოებრივი სივრცეები, უნიკალური ძველი მე-19 საუკუნის თეატრი, მთლიანი ქუჩათა ქსელი თავის სანიაღვრეებით და შესაბამისი ინფრასტრუქტურით. ჩვენ ვიმყოფებით ერთ-ერთ უძველეს სოფელში, ქვემო მაჩხანში, სიღნაღის მუნიციპალიტეტში, სადაც ინფრასტრუქტურის სამინისტროს დავალებით მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს გეგმავს განახორციელოს სოფლის ისტორიული ნაწილის რეაბილიტაცია, რის ფარგლებშიც რეაბილიტირდება საცხოვრებელი სახლები, რეაბილიტირდება ქუჩები, მოწესრიგდება სკვერები, ისტორიული თეატრი, რაც საბოლოო ჯამში კიდევ ერთ სტიმულს მისცემს ჩვენ რეგიონის ეკონომიკას, კერძოდ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზიდულობის ცენტრი გაჩნდება სიღნაღის მუნიციპალიტეტში.